როგორ ხართ? მოკლედ ხმის უმრავლესობით გადაწყვეტა რომ დღევანდელ ვიდეოს ვაკეთებთ ბიუჯეტურ და უფასო ადგილებზე კოპენჰაგენში. აქ გაგიზიარებთ როგორც უფასო ადგილებს, ანუ კაფეს და ბარებს და ასევე ისეთ ადგილებს, საიდანაც შეგიძლიათ სრულიად უფასოდ ან ძალიან დაბალ ბიუჯეტურად საკვები, პროდუქტები, ან საერთოდ ავეჯი და ესე შემდეგ. მოკლედ ყველაფერი აიღოთ და ასევე ისეთ აპებსაც, რაც დაახლოებით იგივეს აკეთებს, უბრალოდ ბევრად უფრო მოსახერხებელია, იმიტომ რომ აპებშივე შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ, დაჯავშნოთ, მიხუთით და აიღოთ. მოკლედ წავედით. დღეს შედარებით ნორმალური ამინდია, ანუ მზე მაინცაა, იმიტომ რომ გუშინ საშინელება იყო ესეთი ქარი, რავი, ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა. წავედით, აბა. ეს ჩემი ბესტი თუ არ გინახავთ, ხოლო ამაზეა ძალიან. დღეს მზეა. აი უკან მიმოქვს რაც თქვი ამით. ახლა მოვედი ელიასთან, ცოტა ხანს ერთად ვიმუშავებთ და მე ერთად წავალთ მალბოქსში. ესე იგი, ეს მალბოქსი არის მოხალისეობრივი ორგანიზაცია, სადაც ეს ხალხი მიდის და მაღაზიებიდან, მარკეტებიდან და ესე შემდეგ იღებს საკვებს რა უფასოდ. ხო და მე ასე უფასოდ გასცემს. უმეტესად არის სტუდენტებისთვის, ანუ ნებისმიერ ადამიანისთვის, რომელსაც უბრალოდ არ უნდა რომ ეს საკვები პროდუქტები გადაიყაროს. ხო და ხშირად მივდივარ ხოლმე, მგონი ერთ-ერთ ვიდეოში ნახსენებით მაქვს რაღაც მალბოქსი და უბრალოდ რაღაც სლოტები უნდა დაჯავშნო რა, შენი დრო. დაჯავშნული გვაქვს დღეისთვის და მე წავალთ და წავედით, წაგყვანთ ჩემთან ერთად. მშვენივრებით აბა. We go. First, we're going to the big recycling station. Yeah. We go. So, the recycling center number 1. პირველ რიგში, სადაც შეგიძლიათ ყველაფერი უფასოდ აიღოთ, ეს არის recycling centers. ეს ეძახიან, სადაც ხალხს მიაქვს, მოიმე ძალიან ქარია. ძალიან ბევრი ისეთი ნივთი, რომელსაც არ იყენებენ. ზოგი უმეტესად ტოვებს ხოლმე ქალაქს და ანუ როცა გადადის სხვაგან ტოვებს ამ თავიანთ ნივთებს აქ და მოკლედ ყველაფერი შეგიძლიათ წამოხვიდეთ და უფასოდ აიღოთ. ზოგჯერ ისეთ კარგ რაღაცებს პაულობ, რომ უბრალოდ შოკში ვარ. პირველი გაჩერება აქ. La la. What do we have here? The glasses. No, აქ უმეტესად არის ახლა წიგნები. რომლებიც არის ინგლისურადაც პრინციპში და დანიურადაც. ძალიან ბევრი სხვადასხვა განყოფილება აქვს და თითოეულ განყოფილებაში რაღაც თემის მიხედვითაა ხოლმე დალაგებული. აქ უმეტესად ახლა როგორც ხედავთ არის ჭურჭელი და წიგნები. Did you like anything? I haven't found anything yet. Yeah. Yeah. Yeah, maybe a lot of people already came because it's not the morning now.
აი აქ შეგიძლიათ ხოლმე ძალიან ბევრი სკამები ავიჯავლობა აი. ეხლა უბრალოდ ჩვენ მოვედით შუა დღეს და თან შაბათია და სავარაუდოდ უკვე ბევრი ხალხი იყო მოსული, ასე ცარიელი არ არის ხოლმე ეგ ადგილი. ან პიანინოს წაღებაც კი შეგიძლიათ. პატარა ქოთნები ვიპოვეთ. Oh, cute. My Shayla. My Shayla. Weimer. Why? Exactly. ახლა წავალთ მეორე recycling ცენტრში, სადაც იმედი მაქვს, რომ უფრო ბევრი რაღაც დაგხვდება. ზოგადად ეს recycling ცენტრები არის ძალიან პოპულარული კოპენჰაგენში, ძალიან თითქმის ყველა სამეზობლოში, აი ნებოხუც რასაც ეძახიან. თითქმის, ანუ თითქმის პრინციპში ყველგან გვხვდებათ. და ისეთ რაღაცებს იპოვეთ, რომ შეიძლება გაგიჟდეთ რა, ანუ სტუდენტების დროს მთელი ჩემი ოთახი ფაქტობრივად მოვაწყე მაგ ცენტრებიდან გამოტანილი ავეჯით, რომელიც იყო აი ახალ-ახალი და იმის, რა ქვია, იარლიყებითაც კი შეგხვდება ძალიან ბევრი რა, ამიტომ მგონია, რომ ეგეთი რაღაცები აუცილებლად უნდა დაძებნოთ. არ მხოლოდ კოპენჰაგენში, არამედ სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, მგონია, რომ მთელს ევროპაში ძალიან პოპულარულია. მოვედით მეორე recycling ცენტრშიც. ეს უფრო საყვარელი ჩანს გარედან, ხოდა ვნახოთ აბა. თან მზეა თუ მჯეროდეს. Let's see. Okay. საყვარლობები. Oh, this one is cute. Like the raclette. This is the French dish. Oh. Yeah. What was the name again? Raclette. Raclette? Yeah. Okay. Oh, this one is very cute. I think I'm gonna take this, Elia. Oh, this is ანუ ლამპა. აქ უბრალოდ ნატურას დავდებ და იქნება ულამაზეს. კაი, ეს მიგვაქვს. My roommate will love this. And we like to do this one at home. It's a very short. It's a very good game. And all the constructions. This is French game. Yeah. L'île au préposition. Yeah. L'île au préposition. L'île aux prépositions. Preposition. Oh, the pros. What is this? That was my childhood love. What do we have here? Oh, this is the card games. Okay. რამდენი საყოფა ცხოვრება რაღაცას შევხვდებით აქ, ხო ხვდებით და ყველაფერი არის ძალიან კარგ მდგომარეობაში. იქით თერმოსები, სარკეები და ესე შემდეგ. ისე ერთი გამაგრძელებელი არ გვაწყენდა. წავიღებ ალბათ ერთ-ერთს. აქეთ ტანსაცმლის განყოფილება. Did you find something? Yeah. Oh, this is cute. What's the material? No. I mean, there's some wool. Hello. რასაყვარელი ყვავილი. ისე მეც მინდა ერთი ყვავილი თუ ვნახავ იქაც ამასაც წავიღებ. რაც შეეხება სახელებს, ახლა სადაც მოვდივართ. ესე კონკრეტული სახელი არც ერთს არ ქონდა, ანუ არც წინას და არც ამას არ აქვს, უბრალოდ ქვიათ Recycling Center AMA.
AMA. და თუ დაგჭირდებათ ან თუ დაგუგლას აპირებთ, მხოლოდ ამას გიჩვენებთ რა, იმიტომ რომ ამ არის ნახევარკუნძული, კოპენჰაგენის ნაწილია, კოპენჰაგენია ესეც. neighborhood-ია ესა რო ვთქვათ და მან აქ სადავსოთ ახლა არის ეს ორი recycling center. სხვადასხვა neighborhood-ებში სხვადასხვა ამიტომ კოპენჰაგენში ძალიან ბევრია და როგორც ვიცი, სხვა ევროპის ქვეყნებშიც ახლა ეს პოპულარული რამდენადაა, არ ვიცი, იმიტომ რომ ანუ აქ ესეთი უფასო რაღაცები და განსაკუთრებით recycle რაღაცები, ანუ გადამუშავებული არის ძალიან პოპულარული და ძალიან ბევრი. 64-ია. ძალიან მოკლედ რო გითხრათ. არა და ყველას ძალიან ძვირი გონია კოპენჰაგენი კი არის ძვირი, მაგრამ როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნეთ, ძვირი არის ტურისტებისთვის. აი ახლა ვნახეთ, სადაა ზუსტად რუკაზე, სადაც ვართ და გაჩვენებთ. მოკლედ ეს არის რუკა. ჩვენ ვართ ამ ნაწილში, რომელიც არის აი ეს. აი ახლა რასაც ქვია რემის პარკენ, სადაც ხედავთ, ზუსტად მანდ ვართ. ამიტომ შეგიძლიათ დაგუგლოთ რემის პარკენ recycle center ამა. ხო საყვარელი ადგილია ძალიან. ესენი ნახეთ. ესეც მომეწონა. ამაში ჩემს spices ჩავალაგებ. ან ჩაის კოლექციას. Oh, Hans Christian Andersen. Oh, this is very cute, Elia. This is perfect for your teas. Ooh la la. Too many. Would it fit? It's a really box. Yes, I'm sorry. Oh, there is the one for tea. Yeah, but ეს ძალიან მომეწონა. თან ჩემი საყვარელი ფერები არის, სამნისფერი და მწვანე და ამაზე მეტად საჩემო ბოქსი, რა ვისად უნდა მენახა. წავედით ახლა მალბოქსში. Exactly. ისეთი ქარია, რომ აი როცა გამოვდივართ, ჩვენი ველოები სულ გადაბრუნებული აქვს. აი ჩემი არა, იმიტომ რომ მივუყუდე, მაგრამ ნახეთ. მოკლედ ეს მიგვაქვს. ცუდად თუ არა. No, horizontally. Just put horizontally. Like, yeah, and one hand on this and one hand on the ruler. Yeah, I know. It will be more stable like this. Oh, sorry. Yeah, okay. This is very stable, Marie. Yeah, exactly. So we are doing this. We are walking now. That's perfect. Okay. Go crazy? That's fine. That's us who are going crazy now. We go. That box. Yeah, This is the day of the free. exactly. And we are gonna walk. Of course. ეხა მოლბოქსთან მოვიდით და ნახეთ რა მხოლოდ რიგია. A lot of free stuff. And then what we wanted the most are the flowers. And you all the time need to come very early to get the flowers from Malbox, right? And then we are so early, so someone is gonna get a lot of flowers today. Flower, I want this purple one. You think it's But what is this? This is the tool? This is different, but it only does the flower once, and then it will do the flower, but next year. Yeah, okay, then maybe purple? Yeah. Oh la la. Let's boxing. ყველა ვინც მოდის და წინასწარ ჯოშმი ჩამსვლოთ აქვს ერთი ყუთი ბოქსი, სადაც შერეულია სხვადასხვა საჭმელი, უმეტესად გულგულეულია ხოლმე, რაღაც გამომცხვარი კეიქები, ხილი, ბოსტინაური, მოკლედ ყველაფერი. ოღონდ არასდროს წინასწარ რა ხდება. და ახლა ნახოთ, სამბელი. უდები. რაღაც ისე სახელიც არ ვიცი. ბაზილიკო. პიტრი.
ძალიან ბევრი ვაში და ფორთოხალი, კომპოსტო. ეს ქართულად არ ვიცი ამის სახელი. ლიკ. ინგლისურად ლიკ. ქართულად არ ვიცი. პური კიდეს. ძალიან ბევრი პომიდორი. თამაში საქართველოსზე. ვაშლი, სპაიში. Банანი. ვაშლი. და ძალიან ბევრი წიწაკა, რომელსაც ავჭამ. გაჩვენებ რაღაც pastries გამოწვევს სხვა ნაწილიდან ვიღებთ. და იმასაც გავჩვენებთ. სოკოები, ცალკე განყოფილებაა კარტოფილი, სოკოები. იქით არის pastries და ასე შემდეგ. მოკლედ 64-ია ეს ადგილი ჩემთვის. აქ არის პურეული, ვაიმე, გიждები ამ პურებზე. ულალა. ეს ყველაფერი მხოლოდ 3 ევროდ, უბრალოდ დონაციას აკეთებ 25 დანიურ კრონა, რომელიც არის 3 euро. აქ ხო ძალიან ბევრი ბოსტნეულდა ხელი მაქვს, აქ სოკოები, რომ გიждები სოკოზე. ეს მაქვს South Recycling ცენტრიდან და ესენი არის პური ბულღურეული და pastries. ანუ შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან, როცა ესეთი რაღაც არსებობს ქალაქში. თუ აქ აპირებთ ჩამოსვლას, აქ იქნებით ტურისტულადაც კი. Mailbox შეგიძლიათ მოძებნოთ და თუ დღე გემთხვევათ, უბრალოდ მოხვდეთ და იმდენ პროდუქტს აიღებთ და საკვებს, რომ კოპენჰაგენი მერე ძირად აღარ მოიხსენებათ. ანუ ეს ყველაფერი, პლუს ჩემი ზურგჩანთა, ელიას ჩანთები, ეს რაღაც და ორი უდიდესი უმძიმესი პარკი 7-დან 9 კილომდე არის თითო საკვები, ანუ თითო ადამიანზე გათვლილი. ეს ყველაფერი უნდა წავიღოთ. ეხლა და რა თქმა უნდა მოგვიწევს სიარული. ეხლა ეს ყველაფერი როგორ უნდა წავიღოთ, ჯერ არ ვიცით, მაგრამ რა თქმა უნდა სიარული მოგვიწევს. კიდე კაი ახლოს არის, ძალიან შორს არა, სადღაც 10 წუთი მოგვიწევს ალბათ სიარული, მაგრამ აი ასეთ დღეებში რომ გავდივართ ხოლმე, რომ რაღაც ანუ ეს ყველაფერი რაც შაბათს ან კვირას ხდება, რომ შევამოწმოთ რამე ახალი თუა, ან უბრალოდ ავიღოთ Mailbox-ი. აი სულ ესე გვიწევს ხოლმე მილიონი რაღაცის მიტანა სახში და იმ თლიანი დღე გვაქვს მიძღვნილი ასეთი აქტივობებისთვის, რომელიც ორივეს ძალიან გვიყვარს. ესე ნახეთ ეს და ელია თავისი პარკი ცუდად. მოვედით როგორც იქნა თუ მჯეროდეს. მოვედით თუ მჯეროდეს, ხელები მაქვს მოყინული. ვერ ვგრძნობ საერთოდ თითებს, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ. ეხა ეს სიგიჟე თუ არ არის, აბა რა არის? Lol, but it's beautiful. It's beautiful. ძალიან გაგვიმართლა, იმიტომ რომ აი რაღაცები შეგვხვდა. არა, ელია, არა? We got a lot of things. შეხედეთ. ეს არის მარტო ნახევარი პარკი. ელიას, ჩვენ გვაქვს 4 ან 5 პარკი. No, I don't like peppers. Especially the bell peppers. ანუ ნახეთ. ესეთ ჩემი ორი პარკი. ერთი სული მაქვს სახში როდის მივალ და სოკოს გავამზადებ, იმიტომ რომ გიждები თან ისეთი კარგი სუნი აქვს. ეს pastries და პურები. იგი კიდე სხვა. აფეთ კიდე სხვა. Time to eat, Elia. ეს ცოტა მიმეწვა, მაგრამ არა უშავს. That's perfect. Sketchy Monday just answered me. Oh. Hi Elia, we may restart something eventually. Just keep up to date with the... Oh, I forgot. ეხა დავაკვირდი უკვე დროს. რამდენი ხანია ვწერამ ვიდეოს და ისედაც მხოლოდ აი ამ 3 ადგილის შემდეგ უკვე გამოდის საკმაოდ დიდი. ამიტომ გადავწყვეტე რომ ამ თემაზე გავაკეთებ 2 ნაწილს მინიმუმ. ანუ ეხა ხო გავაკეთებ double budget ტურ და უფასო ადგილებს კოპენჰაგენში და მეორე ვიდეოსაც გავაკეთებ იქითა კვირისთვის ან იმის შემდეგი
უკვე სხვა ადგილებზე, სტუდენტურ სახლზე, ბარებზე, სადაც იაფია სასმელი, აპებზე, რომლებიც აი ძალიან დაგეხმარება რაღაცები დააჩაუშნო წინასწარ და მე აიღო და Facebook ჯგუფებზეც. ხო და დაელოდეთ მეორე ნაწილსაც. დროებით